თაკო ოქროპირიძე მაია დარსმელიძეს არ ნებდება და მაინც ძალიან ბედნიერია. ახალი ხმის ყოფილი მონაწილე, რომელმაც პროექტი ბოლო შოუზე თავისივე მწვრთნელის უდიდესი სურვილით დატოვა, გათხოვდა. თაკოს დიდი ხნის თაყვანისმცემელმა შოუს შემდეგ დაურეკა და ხელი უკვე მეოთხედ სთხოვა. როგორც მომღერალი ამბობს, ცხელგულზე იმ სიტყვების გაგება, რომ ის მისთვის მაინც საუკეთესოა, გადამწყვეტი აღმოჩნდა და შემოთავაზებას დასთანხმდა. პროექტიდან გამოვარდნის საღამოსვე თაკო გათხოვდა. მომღერლის რჩეული სოხუმის თეატრის იურისტი გიორგი ბოლქვაძეა. წყვილი თბილისში იცხოვრებს, ჯერ არ იციან სად გაემგზავრებიან საქორწინო მოგზაურობაში, მაგრამ როგორც თაკო ამბობს, უკვე ძალიან ბედნიერია. რა თქმა უნდა, კომენტარს მაია დარსმელიძის შესახებ არ აკეთებს. ყველაფერი ფინალურ შოუზე უკვე ითქვა. მხოლოდ ბრმა ვერ შენიშნავდა იმ დაძაბულობას და არაადეკვატურ ურთიერთობას, რაც მწვრთნელს და მონაწილეს შორის ხდებოდა. მაიას კონკურსანტებს შორის გაყოფილმა ხმებმა კი ყველაფერს საბოლოო წერტილი დაუსვა 91-1-ზე. ასე შეაფასა მაომ, თაკოს და თიკო მოსემღვრდლიშვილის პროექტში მოღვაწეობა. თუმცა მსგავსი რადიკალური გადაწყვეტილება სხვა არც ერთ მწვრთნელს არ მიუღია. მოკლედ ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. მაო პროექტს თაკოს გარეშე ბედნიერი აგრძელებს. თაკო კი მაიას გარეშე ჩაებმება ოჯახური ცხოვრების ბედნიერ უღელში. მსმენელი ამ უკანასკნელს ავტორადიოს ეთერში ხშირად შეხვდება და თავის დანებებას არც სიმღერისთვის აპირებს.